ბავშვთა აღზრდის შესახებ. ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე მეტწილად ოჯახია პასუხისმგებელი. ბავშვების აღზრდა მათი ჩასახვიდან იწყება. დედის მუცელში მყოფ ემბრიონს ესმის და განიცდის. დიახ, ესმის და ხედავს დედის თვალებით. ასნობიერებს მის მოძრაობებსა და განცდებს, მიუხედავად იმისა, რომ მისი გონება არ არის განვითარებული. დაღვრემილია დედის სახე, დაღვრემილია ემბრიონიც. ნერვიულობს დედა, ნერვიულობს ისიც. რასაც დედა განიცდის, წყუხარებას, ტკივილს, შიშს, შფოთს და ასე შემდეგ. იმავეს განიცდის ემბრიონიც. თუ დედას არ სურს ემბრიონი, არ უყვარს იგი, ის ამას გრძნობს და ეს მის სურში ჭრილობებს წარმოქმნის, რაც მას თანსდევს მთელი ცხოვრების მანძილზე. ამის საპირისპირო ხდება, როდესაც დედას აქვს წმინდა განცდები. როცა დედა გრძნობს სიხარულს, მშვიდობას, სიყვარულს ემბრიონის მიმართ, საიდუმლოდ გადაასცემს მას ამ განცდებს, ისე როგორც უკვე დაბადებული ბავშვების შემთხვევაში ხდება. ამიტომ დედა ფეხმძიმობის დროს ბევრს უნდა ლოცულობდეს და უყვარდეს ემბრიონი, ეფერებოდეს თავის მუცელს, იკითხოს ფსალმუნები, იგალბოს ტროპარები, იცხოვროს წმინდა ცხოვრებით. ეს მისთვისაც სასარგებლოა, მაგრამ ამასთან იღებს მსხვერპლს ემბრიონისთვისაც, რათა ბავშვი უფრო წმინდა გახდეს და თავიდანვე შეიძინოს წმინდა ჩვევები. ხედავთ, როგორი ფაქიზი რამაა ქალისთვის ფეხმძიმობის საკითხი. რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა და რაოდენ დიდი პატივია. მეტი სიცხადისთვის გიამბობთ რაღაცას სხვა ცოცხალ და არამოაზროვნე არსებებთან დაკავშირებით. ამერიკაში ატარებენ შემდეგ ცდას. ორ ერთნაირ დარბაზში, თანაბარ ტემპერატურაში, ერთნაირ ნიადაგში რგავენ ყვავილებს და ერთნაირი რაოდენობის წყლით რწყავენ. თუმცა მათ შორის არსებობს ერთი სხვაობა. ერთ დარბაზში რთავენ ნაზ და სასიამოვნო მუსიკას. შედეგი? აბა რა გითხრათ, ამ დარბაზში დარგული ყვავილები მკვეთრად განსხვავდებიან დანარჩენებისაგან. უფრო ქორფები არიან, ფერიც უფრო ხასხასა აქვთ და გაცილებით უკეთესადაც ვითარდებიან. ის, რაც შეეწევა და აცხოვნებს ბავშვებს, არის მშობლების პირადი ცხოვრება ოჯახში. მშობლებმა თავი უნდა გადადონ ღვთის სიყვარულისთვის, თავიანთი სიმშვიდით, მოთმინებით. სიყვარულით უნდა გახდნენ წმინდანები შვილების გვერდით. მათ უნდა შთააგონონ ბავშვებს, რომ ყოველი დღე თავიდან დაიწყონ ახალი განწყობით, ენთუზიაზმით და სიყვარულით. და სიხარული და სიწმინდე, რომელიც მათ მოიხილავს, შვილებს საღვთო მადლს გადასცემს. შვილების ცუდ საქციელში ძირითადად მშობლები არიან დამნაშავენი. ბავშვებს ვერ აცხოვნებს ვერც რჩევები, ვერც დისციპლინა და ვერც სიმკაცრე. თუ მშობლები არ იღვწიან და არ განიწმინდებიან, დიდ შეცდომას უშვებენ და გადასცემენ შვილებს ბოროტებას, რომელიც შინაგანად აქვთ. თუ მშობლები არ ცხოვრობენ წმინდა ცხოვრებით, თუ სიყვარულით არ საუბრობენ, ეშმაკი მათ შვილებს სიჯიუტითა და წინააღმდეგობებით ტანჯავს. სიყვარული, ერთსულოვნება, მშობლების შეხმატკვილებული ცხოვრება ყველაზე საუკეთესო რამ არის შვილებისთვის, დიდი უსაფრთხოება და იმედია. ბავშვების საქციელი უშუალო კავშირშია მშობლების შინაგან მდგომარეობასთან. როდესაც ბავშვები გულნატკენი არიან, მშობლების ცუდი ურთიერთობით ერთმანეთთან კარგავენ ძალასა და განწყობას პირადი წარმატებისთვის. ასეთი ბავშვები ცუდად ვითარდებიან და მათ სულიერ სახლს ყოველწუთს დანგრევის საფრთხე ემუქრება. ორ მაგალითს გეტყვით. ჩემთან ორი გოგონა იყო მოსული, რომელთაგან ერთს უსიამოვნო წარსული ჰქონდა და მეკითხებოდნენ თუ რა იყო ამის მიზეზი. მე მათ ვუთხარი, ამის მიზეზი თქვენი მშობლებია და ვხედავდი რა ერთ მათგანს ვუთხარი. შენ დედა-შენისაგან მემკვიდრეობით გაქვს მიღებული ეს. კი, მაგრამ ჩვენი მშობლები ძალიან სათნო ადამიანები არიან. მორწმუნეები, აღსარებას ამბობენ, ეზიარებიან. შეიძლება ითქვას, სარწმუნოებაში დავიბადეთ და გავიზარდეთ. გარდა იმ შემთხვევისა, თუ სარწმუნოებაა დამნაშავე, მიპასუხა მან.
მე მათ ვუთხარი. არაფერი არ მჯერა თქვენი ნაამბობიდან. მე მხოლოდ იმას ვხედავ, რომ თქვენი მშობლები არ ცხოვრობენ ქრისტეს მიერი სიხარულით. ამასთან დაკავშირებით მეორემ თქვა. მარია, ყური დაუგდე, მამაო მართალს ამბობს. ჩვენი მშობლები მოძღვართან დადიან, აღსარებას ამბობენ, ეზიარებიან, დიახ. მაგრამ განაოდეს მე შინ მშვიდობა გქონია? მამა და დედა სულ ჩხუბობენ ერთმანეთთან. ხან ერთს არ უნდა რომ ერთად ისადილონ, ხან მეორეს არ სურს, რომ სადმე ერთად წავიდნენ. ასე რომ მართალია მამაო. რა ჰქვია მამა შენს? კითხე ერთს. მან მიპასუხა. დედას რა ჰქვია? მიპასუხა. დედა შენთან არც ისე კარგად მიგდის ურთიერთობა. ახლა მომისმინეთ. იმ დროს, როცა მან მამის სახელი მითხრა, ხედავდი მამას, ხედავდი მის სულს. როცა დედის სახელი მითხრა, ხედავდი დედას და ხედავდი, როგორ უყურებდა გოგონა თავის დედას. სხვა დროს ერთი ქალბატონი მესტუმრა თავის გოგონასთან ერთად. ქალბატონი დამწუხრებული იყო, გულა მოსკვნილი ტიროდა და თავს უბედურად გრძნობდა. რა გჭირს? კითხე მე. იმედგაცრუებული ვარ ჩემი უფროსი ქალიშვილის გამო, რომელმაც ქმარი გააგდო სახლიდან. ჩვენ კი ტყუილებით თვალს გვიხვევდა. რა ტყუილებით? ქმარი დიდი ხნის წინ გააგდო სახლიდან, ჩვენ კი არაფერს გვეუბნებოდა. ვეკითხებოდით ტელეფონზე, როგორ არის სტელიოსი? კარგად არის, პასუხობდა ის. ახლა გაზეთის საყიდლად არის წასული. ყოველთვის რაღაც საბაბს პოულობდა, რათა ეჭვი არ შეგვპარვოდა. ასე განვლო 2 წელიწადმა და მთელი ამ ხნის მანძილზე სიმართლეს გვიმალავდა. ცოტა ხნის წინ შემთხვევით სტელიოს შევხვდით და მისგან შევიტყვეთ ეს ამბავი. მე ქალბატონს ვუთხარი. შენ ხარ დამნაშავე, შენ და შენი ქმარი, უმეტესად კი შენ. მე ხომ ასე ძალიან მიყვარდა შვილები, სამზარეულოდან საერთოდ არ გამოვსულ ვარ, პირადი ცხოვრება გვერდზე გადავდე. ბავშვები სულ ეკლესიაში ღმერთთან დამყავდა, სულ სასიკეთო რჩევებს ვაძლევდი მათ. როგორ ღავარ დამნაშავე? მე მის გოგონას მივმართე, რომელიც მის გვერდით იდგა. შენ რა სიტყვი? დიახ, დედა, მოძღვარი მართალს ამბობს. მთელი ცხოვრება მამასთან ჩხუბსა და კამათში გაატარე. არასდროს სახლში პური გემრიელად არ გვიჭამია. ხედავ, რომ მართალს გეუბნები. თქვენ ხართ დამნაშავე, თქვენ ატკინეთ გული შვილებს. ისინი არ არიან დამნაშავენი, თუმცა შედეგები კი მათ ზურგზე გადადის. მშობლების გამო ბავშვების სულში წარმოიშვება ერთგვარი მდგომარეობა, რაც მათში მთელი ცხოვრების მანძილზე ტოვებს ნაკვალევს. მათი საქციელი, მათი სხვებთან ურთიერთობა შემდგომ ცხოვრებაში უშუალოდ დამოკიდებულია იმ წარსულ გამოცდილებაზე, რომელსაც ისინი ბავშვობიდანვე ატარებენ. იზრდებიან, იღებენ განათლებას, მაგრამ შინაგანად იგივენი რჩებიან. ეს თვითმცირე ცხოვრებისეულ წვიმანებზეც კი აისახება. მაგალითად, გძლია გემოთმოყვარეობამ და ჭამა მოგინდა. შენ იღებ და ჭამ. ხედავ სხვა რამესაც, ისიც გინდა. კიდევ სხვაც გინდა. ისეთი შეგრძნება გაქვს, რომ გშია. თუ არ შეჭამ, თაბრუ დაგეხოვა და წაიქცევი. გეშინია, არ დასუსტდე. ეს ფსიქოლოგიური საკითხია, რომელსაც თავისი ახსნა აქვს. ან კიდევ შეიძლება არ გახსოვდეს მამა, არ გახსოვდეს დედა, იყო ჩამორჩენილი და მშიერი, ღატაკი და გამხდარი. არსებითად ეს სულიერი მოვლენაა, რომელიც მჟღავნდება რეფლექსურად, როგორც ხორციელი უძლურება. ადამიანის სულიერ მდგომარეობაზე მეტწილად ოჯახია პასუხისმგებელი, იმისათვის რომ ბავშვები სხვადასხვა შინაგანი პრობლემისაგან გათავისუფლდნენ, არ არის საკმარისი მხოლოდ რჩევები, ძალდატანება, ლოგიკა, მუქარა. ამას ზიანი უფრო მოაქვს. შვილების გამოსწორება მშობლების განწმედით მიიღწევა. გახდით წმინდანები და შვილებთან არანაირი პრობლემა არ გექნებათ. მშობლების სიწმინდე ბავშვებს სირთულეებისაგან იხსნის. ბავშვებს გვერდით წმინდა, დიდი სიყვარულის მქონე ადამიანები სჭირდებათ, რომლებიც მათ კი არ დააშინებენ და მხოლოდ ჭკუის სწავლებით კი არ შემოიფარგლებიან, არამედ მისცემენ კარგ მაგალითს და ილოცებენ მათთვის. მშობლებო, ილოცეთ მდუმარედ და ღვთისადმი ხელაპყრობილებმა და უხილავად გულში ჩაიკარით თქვენი შვილები. და როდესაც ცელქობენ,
მიიღეთ აღზრდელობითი ზომები, მაგრამ არ დათრგუნოთ ისინი, უფრო მეტად ილოცეთ. ხშირად მშობლები, უმთავრესად კი დედა, ცელქობის გამო გულსტკენენ შვილებს და გადამეტებულად ტუქსავენ. ამის გამო ბავშვი გულნატკენი რჩება. მაშინაც კი, თუ ბავშვს გარეგნულად არ დატუქსავ, შინაგანად კი აღშფოთდები და გაუბრაზდები მას, ან უხეშად შეხედავ, ის ამას გრძნობს. მას გონია, რომ დედას ის არ უყვარს. ეკითხება დედას, დედა გიყვარ ვარ? რა თქმა უნდა, ჩემო პატარავ, მაგრამ მას ეს არ სჯერა. ის გულნატკენია, დედას ის უყვარს, შემდეგ მოეფერება კიდეც. ის კი თავს უკან წევს. ის არ ღებულობს მოფერებას, პირფერობა ჰგონია, რადგან გულნატკენია. გადამეტებული მზრუნველობით ბავშვები დაუღვინებლები რჩებიან. კიდევ ერთი რამ, რაც საზიანოა ბავშვებისთვის, არის გადამეტებული მზრუნველობა, ანუ მშობლების მხრიდან ზედმეტი შფოთი და მღელვარება. ერთ მაგალითს გეტყვით. ერთმა დედამ შემომჩივლა, რომ მისი 5 წლის შვილი არ ემორჩილებოდა. მე მას ვუთხარი, შენი ბრალია მეთქი, მაგრამ ის ამას ვერ ხვდებოდა. ერთხელ ამ ქალბატონთან ერთად სანაპიროზე სასეირნოდ წავედით. მას შვილიც თან ჰყავდა. ცოტა ხანში ბავშვი დედას ხელიდან დაუსხლტა და ზღვისკენ გაიქცა. იქვე სანაპიროზე ქვიშის გროვა იყო. მის უკან კი ანაზდად ზღვა იშლებოდა. დედა აღელდა, მზად იყო დაეყვია და ბავშვისკენ გაქცეულიყო, რადგან დაინახა, როგორ ავიდა ქვიშის გროვაზე. ხელები გაშალა და წონასწორობას იჭერდა. მე დედა დავამშვიდე და ვუთხარი, შვილისკენ ზურგით შებრუნებულიყო. მე კი ცერად დავდექი და ბავშვს თვალყურს ვადევნებდი. როცა მან ვეღარ მოახერხა დედის გამოწვევა, რათა დაეფრთხო და შეეშინებინა იგი, როგორც ამას ჩვეულებრივ აკეთებდა ხოლმე, წყნარად ჩამოვიდა გორაკიდან და მოგვიახლოვდა. ეს იყო და ეს. მაშინ დედამ სწორი აღზრდის გაკვეთილიც მიიღო. სხვა ქალბატონი ჩიოდა, რომ მისი ერთადერთი შვილი არ ჭამდა ყველანაირ საჭმელს, განსაკუთრებით კი მაწონს. ბავშვი 3 წლის იქნებოდა და ყოველდღიურად გატანჯული ჰყავდა დედა. მე დედას ვუთხარი. ასე მოიქეცი, მაცივარი დააცარიელე და მხოლოდ გარკვეული რაოდენობის მაწონი დატოვე. რამდენიმე დღე მშობლებიც გაწვალდებით. ჭამის დრო მოვიდა? პეტრეს მაწონს მისცემ. ის არ შეჭამს. საღამოს იგივე, მომდევნო დღეს ისევ იგივე. მერე მოშივდება და რაღაცას შეჭამს. ის ტირს დაიწყებს, იწუწუნებს. თქვენ ეს უნდა აიტანოთ. შემდეგ კი სიამოვნებით შეჭამს. ასეც მოხდა და მაწონი პეტრეს ყველაზე საყვარელი საჭმელი გახდა. ეს არც ისე რთულია, თუმცა ბევრი დედა ამას ვერ ახერხებს და არასწორად ზრდის შვილებს. დედები, რომლებიც გამუდმებით თავზე ადგენან შვილებს და თრგუნავენ მათ, ანუ გადამეტებულად ზრუნავენ მათთვის, ვერ აღწევენ მიზანს. საჭიროა, რომ ბავშვს საშუალება მისცე, თვითონ დაინტერესდეს თავისი წინსვლით. მაშინ მიზანსაც მიაღწევ. როდესაც გამუდმებით თავზე ადგახარ შვილებს, ისინი არ გემორჩილებიან. დუმდებიან, ხდებიან ნაზები და როგორც წესი ცხოვრებაში წარუმატებლები რჩებიან. ეს არის ზედმეტი მზრუნველობის ერთ-ერთი სახე, რის გამოც ბავშვები დაუღვინებლები რჩებიან. ცოტა ხნის წინ ერთი ქალბატონი მოვიდა, მის შვილს გაუთავებელი წარუმატებლობები ჰქონდა უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდებზე, რის გამოც ქალი ძალიან იმედგაცრუებული იყო. ბიჭი დაწყებით კლასებში ფრიადოსანი მოწაფე იყო და საშუალო განათლებაც ფრიადზე დაასრულა. შემდეგ კი დაიწყო წარუმატებლობები, გულგრილობა და უცნაური ახირებები ბავშვის მხრიდან. შენ ხარ დამნაშავე, ვეუბნები დედას და თანაც განათლებული ხარ. აბა რას იზამდა ბავშვი? დაძალება, დაძალება, სულ დაძალება. პირველი უნდა იყო, არ შეგვარცხინო, საზოგადოებაში წარჩინებული უნდა გახდე. ახლა კი ყელში ამოუვიდა და აღარაფერი სურს. შეწყვიტე ასეთი დაძალება და ზედმეტი მზრუნველობა და ნახავ, როგორ გაწონასწორდება ბავშვი. ის მაშინ წარემატება, როცა თავისუფლებას მისცემ. ბავშვს გვერდით მხურვალედ მლოცველი ადამიანი სჭირდება. ბავშვს გვერდით მხურვალედ მლოცველი ადამიანი სჭირდება.
დედა არ უნდა დაკმაყოფილდეს შვილის მხოლოდ ფიზიკური მოფერებით, არამედ ამასთან ერთად ლოცვითაც უნდა ეფერებოდეს მას. ბავშვი სულის სიღრმეში გრძნობს სულიერ ალერსს, რომელსაც მას საიდუმლოდ უგზავნის დედა და მისკენ მიიწევს. გრძნობს უსაფრთხოებას, იმედს. როდესაც დედა თავისი მუდმივი შეუპოვარი და მხურვალე ლოცვით საიდუმლოდ გულში იკრავს ბავშვს და ათავისუფლებს ყველაფრისაგან, რაც მას ბოჭავს. დედებს ჩვეულებრივ სჩვევიათ შფოთვა, მუდმივად რჩევების მიცემა, ბევრი საუბარი, ლოცვა კი არა. გამუდმებული რჩევები და მითითებები ძალიან ცუდია. არ არის საჭირო ბავშვებთან ბევრი საუბარი. სიტყვები ყურში შედის, ლოცვა კი გულში. ლოცვა უნდა აღევლინებოდეს რწმენით, შფოთის გარეშე, მაგრამ საჭიროა კარგი მაგალითიც. ერთ დღეს ჩემთან მონასტერში მოვიდა ქალბატონი, რომელიც ერთობ იმედგაცრუებული იყო თავისი შვილის გიორგის საქციელით. იგი ცუდ წრეში მოხვდა და სახლში გვიან ღამით ბრუნდებოდა. მისი მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა. დედა ღელავდა და ტიროდა. მე მას ვუთხარი, შენ ხმას ნუ ამოიღებ, მხოლოდ ილოცე. შევთანხმდით, რომ საღამოს 10 საათზე 15 წუთის განმავლობაში ორივეს გველოცა. ასევე ვუთხარი, ნება მიეცა შვილისთვის, როცა უნდოდა მაშინ გასულიყო სახლიდან და არ ეკითხა მისთვის, რა დროს მოხვედი სახლში და ასე შემდეგ. არამედ სიყვარულით მიემართა. ჩემო გიორგი, შენთვის საჭმელი დავტოვე მაცივარში, ჭამე და სხვა არაფერი ეთქვა. ზოგადად სიყვარულით მოპყრობოდა და ლოცვა არ შეეწყვიტა. დედა ისე აკეთებდა, როგორც დავარიგე. 20-ოდე დღე რომ გავიდა, შვილმა უთხრა: დედა, რატომ არ მელაპარაკები? ჩემო გიორგი, მე არ გელაპარაკები? დედა, ჩემზე ნაწყენი ხარ, ხმას არ მცემ. უცნაურია, ჩემო გიორგი, რასაც მეუბნები. როგორ არ გელაპარაკები? აი განა ახლა არ ვსაუბრობთ. რა გინდა რომ გითხრა? გიორგიმ არაფერი უპასუხა. შემდეგ დედა მონასტერში მოვიდა და მეუბნება: მამაო, რა იყო ეს, რაც ბავშვმა მითხრა? ჩვენმა მეთოდმა გაამართლა. რა მეთოდმა? რომ გითხარით არ დაელაპარაკოთ, მხოლოდ ილოცეთ საიდუმლოდ და ბავშვიც გონს მოვამეთქი. შენ ფიქრობ, რომ ეს იყო? დიახ, ეს იყო. მას უნდა რომ შენიშვნა მისცე. სად იყავი? რას აკეთებდი? მან კი იყვიროს, არ დაგემორჩილოს და უფრო გვიან მოვიდეს. ჰოი, რა იდუმალი რამეა, თქვა მან. მიხვდი? ის გაწამებდა, რადგან უნდოდა რომ შენ ის დაგეტუქსა. მას კი თავისი ოინები გაეგრძელებინა. არ დატუქსავდა წუხს, ნაცვლად იმისა, რომ შენ დარდობდე, როცა ის თავისას აკეთებს. ახლა, როცა არ დარდობდა გულგრილი ხარ, ის დარდობს. ერთ დღეს გიორგიმ სახლში განაცხადა, რომ სახლიდან მიდის. სამსახურს თავს ანებებს და კანადაში მიემგზავრება. სამსახურშიც თქვა: მივდივარ, ჩემს შემცვლელად სხვა კაცი მოძებნეთ. მე მის მშობლებს ვუთხარი: ჩვენ უნდა ვილოცოთ. კი, მაგრამ ის მზად არის წასასვლელად. მე მაგას ვაჩვენებ, თქვა მამამისმა. არა, ხმა არ გასცე. კი, მაგრამ მამაო, ბავშვი ხომ მიდის? დაეწავიდეს, თქვენ ლოცვას დაეშურეთ და მეც თქვენთან ერთად ვარ. 2-3 დღის შემდეგ კვირა დღე იყო, დილით ადრე გიორგი მშობლებს უთხრა: მე მივდივარ, ჩემს მეგობრებთან ერთად წავალ. კეთილი, როგორც გენებოს, უპასუხეს მათ. გიორგი წავიდა. მან და მისმა მეგობრებმა მანქანა იქირავეს და ქალკიდისკენ გასწიეს. ხან აქეთი არის, ხან იქით. შემდეგ წმინდა იოანე რუსის მონასტერში მივიდნენ და იქიდან გეზი აიღეს მანდუდისკენ. აგია ანასკენ, ბასილიკამდე. შემდეგ ეგეოსის ზღვაშიც იბანავეს. ჭამეს, დალიეს, იქეიფეს. ბოლოს კი უკან გამობრუნდნენ. უკვე შებინდებული იყო. საჭესთან გიორგი იჯდა. აგია ანაში მანქანა სახლის კუთხეს დაეჯახა და დაიმტვრა. ახლა რა ქნან? მანქანა ნელ-ნელა ათენში ჩაიყვანეს. სახლში გამთენიისას დაბრუნდა. მშობლებს არაფერი უთქვამთ მისთვის. ის საწოლზე დავარდა და დაიძინა. როდესაც ადგა, მამას უთხრა: მამა, ასე და ასე შემემთხვა.
ახლა მანქანა უნდა შევაკეთოთ და ამას დიდი თანხა სჭირდება. შვილო, შენ უკეთიცი. მე ვალები მაქვს. შენს დებს უნდა ვუპატრონო. რა ვქნა? მამა, როგორ მოიქცე? რაც გინდა ისქენი. პატარა აღარ ხარ. გონებაც გიჭრის. წადი კანადაში და იშოვე ფული. არ შემიძლია, მანქანა ახლა უნდა გავაკეთო. მე არ ვიცი, უთხრა მამამ. შენ თვითონ მოაგროვე. ამრიგად გიორგი მამის პოზიცია რომ დაინახა, წავიდა. მივიდა თავის უფროსთან სამსახურში და უთხრა: უფროსო, ესა და ეს შემემთხვა. სამსახურიდან არ წავალ, ნუ აიყვან სხვას. მან უპასუხა: კარგი შვილო. დიახ, მაგრამ მე ფული მჭირდება. კი, მაგრამ შენ ხომ წასვლას აპირებ. მამა შენმა უნდა მომიწეროს ხელი შეთანხმებაზე. მე მოვაწერ, მამა ჩემი არ ჩაერევა. მან ეს თავად მითხრა. მე ვიმუშავებ და გადაგიხდი ვალს. განა ეს უფლის სასწაული არ არის? როცა გიორგის დედა მონასტერში მოვიდა, მე მას ვუთხარი. მეთოდმა, რომელსაც ჩვენ მივმართეთ, გაამართლა და უფალმა ჩვენი ლოცვა შეისმინა. ავარიაც ღვთის დაშვებით მოხდა, რათა ბავშვი სახლში დაბრუნდეს და გონს მოეგოს. ასე იმოქმედა ჩვენმა ლოცვებმა. სასწაული მოხდა. მშობლებმა იმარხულეს, ილოცეს, დუმილი შეინარჩუნეს და მიზანსაც მიაღწიეს. გარკვეული ხნის შემდეგ გიორგი ჩემთან მოვიდა. ისე რომ მისთვის შინაურთაგან არავის არაფერი უთქვამს. გიორგი ძალიან კარგი ბიჭი გახდა. ახლა ავიაციაში მუშაობს და კარგი ოჯახიც შექმნა. მეტი ლოცვა და ნაკლები სიტყვები ბავშვებთან. ყველაფერი ლოცვით, მდუმარეობითა და სიყვარულით მიიღწევა. მიხვდით ლოცვის ნაყოფს. ლოცვა სიყვარულით, ქრისტეს მიერი სიყვარულით. ამას მოაქვს ნამდვილი სარგებელი. რაც უფრო ადამიანური სიყვარულით შეიყვარებთ შვილებს, რაც ხშირ შემთხვევაში პათოლოგიურია, იმდენად აერევათ გზა, იმდენად უარყოფითი იქნება მათი საქციელი. ხოლო როცა თქვენი სიყვარული შვილებისადმი და თქვენს შორისაც იქნება ქრისტიანული და წმინდა, მაშინ არანაირი პრობლემა არ გექნებათ. მშობლების სიწმინდე შვილების ცხონების საწინდარია. ეს რომ მოხდეს, მშობლების სულებზე საღვთო მადლმა უნდა მოახდინოს გავლენა. ვერავინ თავისით ვერ განიწმინდება. შემდეგ კი თავად საღვთო მადლი განანათლებს, გაათბობს და გამოაცოცხლებს ბავშვების სულებს. ხშირად მირეკავენ საზღვარგარეთიდანაც და მეკითხებიან მათი შვილებისა და სხვა საკითხების შესახებ. დღეს მილანიდან დამირეკა ერთმა ქალბატონმა და მკითხა, როგორ მოეპყროს თავის შვილებს. მე მას ვუთხარი: ილოცე და როცა საჭირო იქნება სიყვარულით ესაუბრე შვილებს. უფრო მეტად ილოცე და ცოტა ელაპარაკე. მეტი ლოცვა და ნაკლები სიტყვები ყველას მიმართ. ნუ ვიქნებით აბეზრები, არამედ ვილოცოთ საიდუმლოდ, შემდეგ კი ვილაპარაკოთ და ღმერთიც შინაგანად გვაუწყებს, არის თუ არა ჩვენი საუბარი მისაღები სხვებისთვის. თუ არ იქნება მისაღები, არ ვისაუბრებთ, მხოლოდ საიდუმლოდ ვილოცებთ, რადგან ხშირად ლაპარაკითაც კი აბეზრები ვხდებით და სხვებში წინააღმდეგობას ვიწვევთ, ზოგჯერ კი გაღიზიანებასაც. ამიტომ უმჯობესია, რომ ლოცვის მეშვეობით საიდუმლოდ ვუთხრათ სათქმელი სხვებს გულში, ვიდრე ყურში. მის მინერას გეტყვი, ჯერ ილოცე და მერე ილაპარაკე. ასე იმოქმედე ბავშვებთან. თუ გამუდმებით რჩევებს მისცემ, მომაბეზრებელი გახდები და როდესაც გაიზრდებიან, დათრგუნულად იგრძნობენ თავს. მაშ ლოცვა გერჩივნოს. ლოცვით ესაუბრე მათ. ღმერთს უთხარი სათქმელი და ღმერთი მათ შინაგანად აუწყებს, რაც საჭიროა. ანუ ბავშვებს არ უნდა აძლევდე რჩევებს მხოლოდ სიტყვებით, რომ მათმა ყურებმა გაიგონონ. შეგიძლია ასეც ქნა, მაგრამ პირველ ყოვლისა ღმერთს უნდა ესაუბრო შვილების შესახებ. თქვი, უფალო იესო ქრისტე, განანათლე ჩემი შვილები. შენთვის მომინდვია ისინი, რადგან შენ მიბოძე. მე უძლური ვარ, არ ძალმიც, მათ სწორი გზა ვუჩვენო. ამიტომ გთხოვ, განანათლე ისინი. და ღმერთიც უხილავად გაესაუბრება მათ და იტყვიან: ოჰ, არ უნდა დამემწუხრებინა დედა ჩემი საქციელით. და ამას ისინი ღვთის მადლით, გულის სიღრმიდან იტყვიან. ყველაზე სრულყოფილი გზაა, როცა დედა ესაუბრება ღმერთს და ღმერთი შვილებს.
თუ ასე არ მოხდება, სულ შენიშვნები, სულ ყურის აწევები. შედეგად კი ბავშვები ითრგუნებიან და როცა ბავშვი გაიზრდება, იწყებს წინააღმდეგობას. ანუ შეიძლება ითქვას, შურს იძიებს მამაზე თუ დედაზე იმისათვის, რომ ისინი თრგუნავდნენ მას. მაშინ, როცა სრულყოფილი არის ერთი, ისაუბროს ქრისტეს მიერმა სიყვარულმა და მამისა და დედის სიწმინდემ. ბავშვებს სიწმინდის მაგალითი ხდის კარგებს და არა ადამიანური მცდელობა. როდესაც ბავშვები რაიმე მნიშვნელოვანი საკითხის გამო გულნატკენები არიან, ნუ იმოქმედებს თქვენზე მათი უკურეაქცია და უჯერო საუბარი. სინამდვილეში მათ ეს არ სურთ, მაგრამ მძიმე წუთებში არ ძალუძთ სხვაგვარად იმოქმედონ. შემდეგ ნანობენ, ხოლო თუ თქვენ გაღიზიანდებით და გარისხდებით, მზაკვარის თანამზრახველები ხდებით, ის კი ყველას მასხრად აგიგდებთ.